დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა კიდევ ერთი წელი შეაჯამა. ასობით 1000 ლარი შეგროვდა მათთვის, ვინც მძიმედ დაშავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. 2025 წელს ფონდისგან დახმარება 160 ბენეფიციარმა მიიღო. 499,000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურე. 97 ვეტერანს კი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი 346,000 ლარით დაეხმარა. ამ თანხებით დაიფარა ოპერაციების, მედიკამენტების, სამედიცინო კვლევებისა თუ დაჭრილ მებრძოლთა ოჯახების მხარდაჭერისთვის გაწეული ხარჯები. ეს არის მერვე წელი, რაც დავაარსეთ ჩვენ ეს დაჭრილ მეომართა მხარდაჭერის ფონდი და შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი სიყვარული ამ ჩვენი მებრძოლების მიმართ და ჩვენი მადლიერება და ასევე მოულოცეთ რამდენი შობა ახალი წელი, ეს არის ტრადიციულად ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ. წარმატებული ეს წელიც საკმაოდ დიდი თანხები შეგროვდა, ეხლაც იმდინარეობს ესე ვთქვათ fundraising-ი, ანუ თანხების შეკრება და ესე გაგრძელდება ესა და სანამ იქნება სილკნეტი, ეს ყოველთვის იქნება, ეს ფონდი იარსებებს და ჩვენ ამით ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ ამ ფონდის ნაწილი. საღამოშვიდობისა სილკნეტმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის წლიური ანგარიში საზოგადოებას 15 დეკემბერს გააცნო. ამავე დღეს მოეწერა ხელი ახალ მემორანდუმსაც. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს შორის გაფორმებული შეთანხმებით სამხედროებისა და ვეტერანების არასრულწლოვანი შვილებისთვის საბადოში. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით ახლად გახსნილ აკადემიაში საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობები სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ფონდს შემდეგ უკვე დავუმატეთ არასრულწლოვან ბავშვთა დახმარება, მეუღლეების, ვეტერანებისა და სამხედროების მეუღლეთა დახმარება, არა მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით, არამედ თავის საქმიანობის მიმართულებითაც, ვისაც თქვათ, გადამზადება უნდა საქმიანობის თვალსაზრისით, ბიზნესის დაწყებას თუ აპირებენ და პრინციპში მივიღეთ აი ესე შემაჯამებლად რო ვთქვათ, იმაზე ბევრად უფრო კარგი შედეგი, ვიდრე დარწმუნებული ვარ, ვინმე ელოდებოდა კონკრეტულად ის, რომ საზოგადოების სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა არის ჩართული და სხვადასხვა ასაკის ხალხი გამოთქვავს და კომპანიები გამოთქვამენ სურვილს ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაში. 2025 წელს ფონდმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 1,150,000 ლარი მოახმარა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს. ამ თანხაში ფონდის წილი 835,000, სამინისტროს კი 315,000 ლარია. დაჭრილ დაშავებულ სამხედროზე ზრუნვა, როგორც ბატონმა გიორგი აღნიშნა, არის თითოეული ჩვენთაგანის სახელმწიფოს ყველა მოქალაქის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სწორედ კომპანია სილკნეტი და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი არიან პირველი ფლაგმანები კერძო სექტორიდან უკვე რამდენიმე წელია და ასეთი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ მხარდაჭერის მიმართულებას, რისთვისაც მე მადლობა მინდა უთხრა მათ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახლავთ ჩვენ დაჭრილ მეომრებზე ზრუნვა, მათი რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია. სწორედ ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მრავალპროფილურ სერვისს თავაზობს ჩვენ დაშავებულ მებრძოლებს და მათ ოჯახის წევრებს, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციის, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით. წელს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი ჰყავდა ვიდრე ოდესმე. შედარებისთვის წელს ფონდმა 60-ით მეტ დაჭრილ სამხედროს გაუწია დახმარება ვიდრე შარშან 2024 წელს. ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა უცვლელი რჩება მებრძოლების სათქმელი. ჩვენ ყველა დაჭრილ დაშავებული სამხედროები, აი გულითადად მადლობელი და მადლიერები ვართ აღნიშნული ფონდის, რომლებიც ძალიან ბევრ ამბეს აკეთებს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, იმიტომ რომ აღნიშნული ფონდი გულისხმობს დაფინანსებას როგორც მეუღლეების, ასევე შვილების, ახლობლების და ეს ყველაფერი დასაფასებელია. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა უკვე მესამე წელია აფინანსებს ჩემი მეუღლის და შვილის ინგლისური ენის შესწავლის კურსებს, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი. ფონდთან ერთად მე ვიცი, რომ არიან კიდე სხვა დონორები, ვინც ღებულობენ ამაში მონაწილეობას და ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ამ ღირსეულ საქმიანობას.
It means that Mary is going to have a baby. დაჭრილი სამხედროების არასრულწლოვანი შვილებისთვის British Corner-ის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს დიდი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. ფონდის ბენეფიციართა მეუღლეები კი ამ სოციალურ საწარმოში პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან და ფინანსური აღრიცხვისა და იურიდიული საკითხების საბაზისო ცოდნას ეუფლებიან. ფონდის მიერ ჩატარდა სოციალური კვლევა, განესაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ამისათვის შემუშავდა და დაინერგა სწავლების პროგრამა, რომელიც დააფინანსდა დაჭრილ მებრძოლთა ფონდმა. აქვე მოწყობილია საამქრო, სადაც ვეტერანთა მეუღლეები ტანსაცმლის კერვასა და კონსტრუირებას სწავლობენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაჭრილ მებრძოლთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენს ტრენინგ ცენტრში დაიწყო ახალი პროექტი ტანსაცმლის კერვისა და კონსტრუირების შესასწავლი. ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებს 10 ქალბატონი, ესენი არიან ვეტერანების მეუღლეები და ვეტერანები. ამ სასწავლო კურსით ისინი იძენენ ახალ პროფესიას. თითოეული მათგანისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ არა მარტო დასაქმდნენ, არამედ იყვნენ თვითდასაქმებულებიც. ეს კურსი არის 6 თვიანი, უკვე 2 თვია რაც დავიწყეთ მეცადინეობები, არის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. ეს პროექტი ბევრ ადამიანს წაადგება, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამისადმი სურვილი, სიყვარული, მონდომება, რომელსაც უნდა პროფესიონალურ დონეზე, არა სამოყვარულო, არამედ პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ეს სპეციალობა. ტრადიციად ქცეულ გალავახშამს 15 დეკემბერს ფონდის ბენეფიციარები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამი კავშირე ოფისის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო პირები ესწრებოდნენ. აქ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის შესანიშნავი ორგანიზაციაა. ეს არის საქმე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს და რომლის ნაწილიც არის ისევე როგორც თბილისის სამხედრო ატაშეების ასოციაცია. ამ ღონისძიების მხარდასაჭერად ჩვენ საქველმოქმედო მარათონს ვატარებთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამის ნაწილი ვართ. თუმცა განსაკუთრებული სიხარული ქართულ დაჭრილ მებრძოლებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნაა. მათი მოგონება, ვინც სიცოცხლე დაკარგა. პატივის მიგება მათი ოჯახებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის და ასევე თავად საქართველოსთვის. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბორდის საპატიო წევრმა, დევიდ შიმპმა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალმა ვესლი კლარკმა. თქვენი გულუხვობით და თანამონაწილეობით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა გმირი ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მხარდასაჭერად. ეს ადამიანები ატარებენ ისეთ ჭრილობებს, რომელთაგან ზოგი ხილულია, ზოგიც კიდევ უფრო საშინელი და თვალით უხილავი. ფონდმა ამ გმირი ადამიანებისთვის, რომელთაც ესოდენ ბევრი შესწირეს სამშობლოს, უზრუნველყო საჭირო სამედიცინო მომსახურება და პროფესიული უნარების დაუფლება. პროფესიული გადამზადება უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საკუთარი თავის რწმენისა და პატივისცემის გამყარებისთვის, რათა ახალი ძალები დაუბრუნდეთ ცხოვრებას. ვფიქრობ, წელიწადის ეს დრო ძალიან სიმბოლურია ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად. შობა ახლოვდება. ეს ის დღესასწაულია, როდესაც განსაკუთრებით უნდა გამოვხატოთ მადლიერება ყოველიოსთვის, რაც ფასეულია. თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც ადამიანებს ბრძოლით მოუპოვებიათ თავიანთი ქვეყნისთვის. გისურვებთ საღამოს სასიამოვნოდ გატარებას. მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ და ყოველთვის მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას წარმატებისკენ. ეს საქმე გრძელდება. 15 დეკემბრის საღამოს 2026 წლის პირველი დონორებიც გამოჩნდნენ. მომავალი წლისთვის დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში 200,000 ლარამდე უკვე ჩაირიცხა. 2018 წლიდან მას შემდეგ, რაც სილქნეტმა ფონდი დააარსა, მილიონობით ლარი შეგროვდა და დაიხარჯა მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებას ბრძოლის ველზე გმირულად იცავდა.